მოგესალმებით, ეს სანაიას ეთერია და წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის ამნოს. დღესაც ბუნებრივია ვისაუბრებთ იმ სტიქიაზე, რომელიც თბილისს დაატყდა თავს. სანაიას ეთერი. თბილისი მეხუთე დღეს სტიქიიდან დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. დაკარგულებს ისევ ეძებენ. კრიზისების საბჭო შემაჯამებელ ბრიფინგებს მართავს. ვერეს ხეობაში სამუშაოები გრძელდება. დედაქალაქის ქუჩებში დაცებლებს ეძებენ. სპეციალისტები სტიქიის მიზეზებსა და შედეგებზე მსჯელობენ. საზოგადოების წარმომადგენლები მომხდარის შეფასებებით. დღეს სანაიას ეთერი. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ რამაზ საყვარელიძესთან, ხათუნა ლაგაზიძესა და ლევან ალაფიშვილთან ერთად. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები. აქვე ვეტყვი მაყურებელს, რომ გადაცემის მეორე ნაწილში კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი იქნება ჩვენი სტუმარი. ამ ორგანიზაციების ქსელმა მოამზადა მოხსენება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა თბილისში, იგულისხმება სტიქია და მის გამომწვევ მიზეზებზე და ასევე კონსტანტინე მჭედლიშვილი გადაცემის მეორე ნაწილში დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი ისაუბრებს ჩვენთან ერთად ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიაზე. მოდით დავიწყოთ ქალბატონ ხათუნა, თქვენ დაგისვამთ პირველ შეკითხვას. ძალიან ბევრი რამ მოხდა სტიქიასთან ერთად ამ დღეებში, ძალიან ბევრი კომპონენტი ჰქონდა ამ ტრაგედიას. როგორ დაახასიათებდით და შეაფასებდით ერთი მხრივ სახელმწიფოს ქმედებას ასეთი კრიზისის დროს და მეორე მხრივ საზოგადოების? მოგესალმებით, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენ სტუდიაში. წარმატებებს ვუსურვებ თქვენს ახალ გადაცემას, ჩემთვის ახალს ყოველ შემთხვევაში. და ეს დღეები მე თავს ვარიდებდი, ჩემთვის პირველი ეთერია უაღრესად ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. და ისევ როგორც ყველა, მეც უერთდები სამძიმარს და მინდა ერთი რამ თქვა, რომ ის მოვლენები, რომელიც განვითარდა ამ უმძიმესი დღეების ფონზე, ახალი თაობის შემოსვლა ქართულ საზოგადოებაში, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ყოფილიყოს დასაბამი და ის მსხვერპლი, რაც გაიღო ამ ქვეყანამ კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე სტიქია შეწრული მსხვერპლი, ერთგვარად განსაწმენდელი ყოფილიყოს და დასაბამი ახალი თაობის, ახალი ენერგიის შემოსვლისა. რაც შეეხება როგორი იყო რეაგირება, ამაზე ალბათ უფრო სპეციალისტები ისაუბრებენ, თუმცა ეს იყო პოლიტიკურ შეფასებას თუ გავაკეთებთ, უფრო პოლიტოლოგიურს, ეს იყო ამ ხელისუფლების პირველი რეალური კრიზისი, რომელთანაც მას შეხება მოუწია და თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ ბოლო 2 წელიწადნახევრის მანძილზე ხელისუფლების მოღვაწეობას და რამდენად უკმაყოფილიყო ხალხი ამითი, შეიძლება ითქვას, რომ ამ კრიზისს ხელისუფლებამ მეტნაკლებად გაართვა თავი. მე ვერ ვისაუბრებ უშუალოდ დაწყების მომენტზე, როცა ბეთანიაში ჩამოიშალა მეწყერი და რამდენად უკავშირდებოდა ის შემდეგ უკვე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს, რამდენად შეეძლო ხელისუფლებას პრევენციას, ძალიან სპეციფიური თემაა, მაგრამ ერთი რაც ხელისუფლებამ შეძლო პირველ დღეებში იყო ის, რომ გარკვეულწილად მას ჰქონდა ადამიანური სახე. და ეს ამ ადამიანური სახის შენარჩუნება 2-3 დღის მანძილზე მისთვის პრობლემა არ იყო. ამას აღნიშნავდნენ, აი ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალურ ქსელებში ტენდენცია, რაც მე დავინახე, იყო ის, რომ ხელისუფლების ასეთ შეფასებას ეთანხმებოდა არა მარტო ისინი, ვინც თავის დროზე ხმა მისცა, არამედ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის კულტურულ ელიტაში იყვნენ, ან მხარდამჭერები იყვნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე, როცა ხელისუფლებამ ფაქტობრივად ზღვარზე გაიარა და ხელისუფლება, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ კრიზისს მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, ღირსეულად შეხვდა, გუშინ კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი იქცა მისთვის ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად. მე გულისხმობ, როდესაც გუშინ ვებხმა დაგლიჯა კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე შეეწირა ზოგადად ამ ტრაგედიას, ხელისუფლების რეაქცია იყო აბსოლუტურად გამოუგნებელი, იმიტომ რომ ამ წინა დღეებისგან განსხვავებით ჩვენ რეალურად ვიხილეთ აბსოლუტურად უსუსური ხელისუფლება
მთავრობა, რომელიც ზოოპარკის დირექტორის ზურგს ამოეფარა. მართალია ეს იყო იმანენტური რეაქცია და რამდენიმე ძალიან მალე ხელისუფლებას თქო ძველ ჩარჩოებში ჩაჯდა და უკვე დღის ბოლოს შეიძლება ითქვას ამ საჭის მოbrunება შეძლო, თორემ იქ უკვე მიტინგიც კი და აქციაც კი დაიგეგმა და ანუ რაღაც თითქოს სხვა პროცესებს ეყრებოდა საფუძველი. ხო, აი ამაზე მინდა მეორე სიტყვით ვისაუბრო ხელისუფლებამ, როდესაც ამ ხელისუფლებას აქვს ერთი დადებითი, ჯერ კიდევ აქვს, რომ ცდილობს მოახდინოს ძალიან მოკლე ვადაში რეაგირება საზოგადოების ხმაზე. გუშინდელი დღე ამისი დასტური იყო, სრულიად წარმოუდგენელი შეფასება იყო, როდესაც ხელი შეახოცეს ზოოპარკის დირექტორს და მე არანაკლებ წარმოუდგენელი შეფასება იყო, როდესაც ღარიბაშვილი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში თავს იკავებდა ასეთი მკვეთრი შეფასებებისგან, მისთვის ჩვეული შეფასებებისგან გუშინ გამოდის და კანცელარიის წინ შეკრებილა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 3 დღის მანძილზე ტალახში და ასე ვთქვათ, აი ამ ტრაგედიისგან ათავისუფლებდნენ ფაქტობრივად ქალაქს, ნაციონალების ფეხის ხმას აყოლილი ხალხი უწოდა, რითიც აი ის დისტანცია, რომელიც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არსებობდა და თითქოს შემცირდა ამ დღეების განმავლობაში, ისევ ჩაატეხა აი ეს ხიდი. მერე თითქოს შეეცადა ხელისუფლება ამ სიტუაციიდან გამოსვლას და დაიკითხნენ როგორც პროკურატურის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და თითქოს შედარებით შემსუფუქდა სიტუაცია, მაგრამ გუშინ ღარიბაშვილს ჰქონდა შანსი ქცეულიყო. ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით გუშინდელი დღე თქვენი აზრით იყო ყველაზე მძიმე პოლიტიკური თვალსაზრისით. მძიმე ორივე სიტყვით და მე მინდა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც შევეხო, მაგრამ ჩემი კოლეგების შემდეგ ამაზე მე გითხავთ რამდენად თქვა განცხადებებს შორის რამდენად იყო იქ თანხმედრა ამ ყველაფერზე მოგცემ შეს. დავასრულებ თუ შეიძლება ამ თემას. გუშინ ღარიბაშვილს ჰქონდა შანსი დანიშნული პრემიერ-მინისტრიდან რეალურ პოლიტიკურ ლიდერად ქცეულიყო, თუ კი ის გაბედავდა და ზოოპარკის დირექტორთან, რომელიც ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა ამ დღეების პოზიტიურ სიმბოლოდ, ერთად გამოვიდა და კანცელარიის წინ შეკრებილ ახალგაზრდობასთან ეტყოდა, რომ ხელისუფლება არავისკენ ხელს არ იშვერს, ის ყველაფერზე მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას და ხელისუფლება და ხალხი ეს მოხდა მთავრობის საგანგებოს ხტომაზე, მაგრამ გარეთ ხო ეს მას შეეძლო ქცეულიყო ლიდერად. არ ვიცი, მას თავად შეეშინდა ამისი თუ უბრალოდ დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში არა აქვთ ნება, რომ გარკვეულ პოლიტიკურ სიმაღლეზე უფრო მაღლა ავიდნენ და საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ, მაგრამ ფაქტია, რომ მანეს შანსი კი ბატონო რამაზ საზოგადოების ქცევაზე და სახელმწიფოს ქცევაზე კრიზისის დროს, აი თქვენი შეფასება მაინტერესებს ამ ორ კონტექსტში. ერთი უერთები ხათუნას ფეხებს. აქ მე უერთები იმასაც, რომ ხათუნის შეფასებებში ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოჩნდა, რომელიც ბუნებამ მოუწო მთელ საქართველოს და ხელისუფლებასაც უპირველეს ყოვლისა. ჩემთვის მოულოდნელად იყო სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რომ ხელისუფლებამ თავი გაართვა სწორედ არა იმით, მაგრამ თუ რამდენად ოპერატიული იყო და შემდეგ ეს მართლა სპეციალისტების გასარკვევია, მაგრამ იმით, რომ იყო იქ, სადაც უბედურებაა რა და იყო იმ უბედურებაში ჩართული და არ ზრდიდა ამ უბედურებას. ეხლა რაც შეეხება ბატონი ზურაბის გუშინდელ პრობლემას, აქ კაცრი დიდად ვერ ვიქნები, იმიტომ რომ იცით რა, ნებისმიერი ეს არ ნიშნავს, რომ დირექტორის ზურგს ამოეფარა ხელისუფლება. ინფორმაცია წამოვიდა იმიდან ზოოპარკის დირექციიდან. ზურგს ამოეფარა თუ არა მოეფარა, ხელისუფლება თვითონ ინფორმაციას არ მოიპოვებს. ვიღაცამ უნდა მიაწოდოს ეს ინფორმაცია. და ვეთანხმები ღარიბაშვილის კარგად გამოვიდა სიტუაციიდან ამ მხრივ. ყველა ნერვიულობს, შეცდომა ყველა შეიძლება მოგვივიდეს. ამაზე დაიყვანა და არა იმაზე, რომ შეცდომა არ იყო. თქვენც დაინახეთ, რომ შეიძლებოდა სხვა მიმართულებით წასულიყო პროცესები გუშინ. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა მუხტი იყო, უკმაყოფილება იყო, იმიტომ რომ მართლა გადასარევი პიროვნებაა. რამდენი გინახია თანამდებობის პირი დამნაშავე მე ვარ ვეთქვა საქართველოში. ხო და გადასარევი პიროვნებაა, თან მართლა გადასარევი
იმ ადგილის გადასარევი პერსონაა რა, სადაც არის უყვარს ცხოველები და იცის ცხოველები და ასე. მაგრამ ნუ მოვიდა შეცდომა თავის მიზეზები ჰქონდა რამდენადაც მე ვიცი და ცოტა სხვა სიტუაცია იყო ვიდრე გავრცელებულია, მაგრამ ძიებას დავაცალოთ და მე გამოვიტანო დასკვნა და იქ რაღაც ბევრი მიზეზი ჰქონდა იმ შეცდომას, რაც მოხდა მარტო ზურაბთან არ იყო, მაგრამ ზოგადად ის პრინციპი, რომ ვინც ინფორმაციას იძლევა, ის არის პასუხისმგებელი ამ ინფორმაციაზე, ეს ამის გარეშე სახელმწიფოს ვერ გავაკეთე. არა, სახელმწიფოსთან თუ გინდა გქონდეს საქმე, უნდა გქონდეს სანდოობა ყველა საფეხურზე. თორე თუ პირველმა პირმა ქვედა საფეხურების გადამოწმება დაიწყო, მაშინ ასე ვერ გავა დერეფნის ბოლოში. მაგრამ ბატონამას ეს აბსოლუტურად გასაგებია, რომ ვიღაცისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია, მაგალითად კრიზისების საბჭომ და შემდეგ გაავრცელოს ეს ინფორმაცია, თუმცა საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ თითქოს საზოგადოებამ ჩათვალა, რომ აქცენტი არასწორად იყო, ანუ პასუხისმგებლობის დაკისრება თითქოს ხდებოდა ზოოპარკის დირექტორზე და ამან გამოიწვია რეაქცია საზოგადოებაში. და კარგი იყო რომ გამოიწვია, თორე შეიძლება დაწესულიყო მაგვიმართულებით ზვავი, ასე ვთქვათ. მაგრამ მეორე მხარეს ნუ გადავღუნავთ. ამ უპასუხისმგებლობის ქვეყანაში ხა ზურაბზე არ ითქმის პირველად თვითონ თქვა რომ ჩემი ბრალიაო, ისე რომ ყველაზე ნაკლებად ამ შემთხვევაში ზოოპარკის დირექტორს ეხება ის რასაც ვამბობ. მაგრამ პათოსად დარჩეს ქვეყანაში ის რომ ადამიანები პასუხისმგებლები არიან. დღეს ვკითხა ერთმა ჟურნალისტმა, უნდა აგოს თუ არა პასუხი ამ ამბებზე, ოღონდ ის აღჭარად აქცენტს მეკეთებდა ნაციონალური მოძრაობის მიერ დაპროექტებულ იმაზე, ამ ამბების მიზეზზე. ჩვენ სხვა სტიქიური უბედურებას მოწმე ვართ დღეს. ჩვენ ქართული დაუდევრობის როგორც სტიქიური უბედურების მოწმე. ეს არ არის დღევანდელი და არც გუშინდელი, მიუხედავად იმისა, რომ არც სააკაშვილის ხელისუფლებას არ დაუკლია ამ პრობლემის მომწიფებისთვის, უფრო შორეული წარსულია. აი იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხიც არის, ვისაც უბედურება შეეყარა, იმიტომ რომ არ უნდა მოინდომოს სახლის აშენება იქ, სადაც აკრძალულია აშენება. კი, სპეციალისტები, რომლებსაც მე ამ სტუდიაში ამ დღეებში უმასპინძლე, ისინი ძალიან კომპლექსურად განიხილავენ ამ საკითხს. რომ შეცდომა იყო დაშვებული ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, როდესაც ეს ჯაჭვია მთელი. დიახ, და ანუ ერთ ამოგლეჯილ კომპონენტზე არ საუბრობენ, მთლიანად საუბრობენ როგორც ეს. ბატონ ლევან, საზოგადოების ქცევაზეც, საზოგადოების რეაქციებზე რაღაც საკითხებზე თვითონ ეს სოლიდარობის აქტი რაც ჩვენ დავინახეთ და მე მგონი აი ბოლო წლების განმავლობაში მართლა უპრეცედენტო რაღაცა არის. თქვენ რა შეფასებას აძლევთ ამას? აი ქალბატონმა ხათუნამ თქვა რომ ახალი თაობა დაიბადაო პრაქტიკულად. კი ბატონო. ალბათ უნდა შევუერთდე ჩემი მეგობრების წუხილს, სამძიმარს. უთანაგრძნო ყველას მთელ საქართველოს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მხოლოდ კონკრეტულ ოჯახებს არ დააგდა ეს ადამიანები, ეს არის სიმბოლო იმ სამწუხარო მოვლენებისა, რომელიც თითოეულ ჩვენთან გადახდა და რომელიც განაც ჯერ არ მგონია რომ საზოგადოება გამოსული იყოს საბოლოო ჯამში გაცნობიერებული რა მოხდა ისიც არ გვაქვს მე მგონი. შემდგომ ასევე უნდა შევუერთდე და ასე ვთქვათ წარმატებული საქმიანობა გისურვოთ თქვენ და რაც შეეხება ქცევას, ალბათ შესავლისთვის უმთავრესი რამ უნდა ვთქვა, რისი დროც ეხლა უკვე არის. სხვაზე შეიძლება ასე ვთქვათ მოგვიანებით ვიმსჯელოთ. ეს არის ის შეცდომა, რომელიც დაუშვა მთავრობამ, მაგრამ საზოგადოებამ არ მისცა კრიზისად ჩამოყალიბების საშუალება. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ უმთავრესი რაც ამ დაგვარ სიტუაციაში მსჯელობისაგანი მაინც უნდა გამხდარიყო, ეს იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. რატომ? რეალურად ფაქტებს გეტყვით, რამდენიმე რაშიც შესაძლოა კრიზისები განვითარებულიყო. ადამიანის სხერბლეში გვახსოვს ხო მოწოდება, რომ ნუ გამოხვალთ გარეთ მანქანებით, ხო? სამართლებრივ ენაზე ეს არის გადაადგილების თავისუფლება და მისი შეზღუდვა. საზოგადოებამ ნაწილმა, ასე ვთქვათ, დაუჯერა, ნაწილმა არ დაუჯერა. მაგრამ აქ მოწოდების დონეზე დარჩენა ესეთ სიტუაციაში არ შეიძლება. ანუ მექანიზმი არ იყო ეს ერთი, მეორე ფაქტებს ვიტყვი და შეფასებებს მე მგონი თვითონ მე ან საზოგადოება თვითონ იმისჯელებს ამაზე. წყნეთის ქუჩაზე დღესაც
საფრთხის ქვეშ არსებულია ის სახლი, ხო? და გავიგეთ, რომ თურმე ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს 11 მაცხოვრებელთან გამოვლენ თუ არა იმ შენობიდან. საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ამას ადგილი არ ექნებოდა. ანუ ხელისუფლებამ სადავები უნდა აიღოს ბოლომდე ხელში და მიიღოს გადაწყვეტილებები. უმთავრესი ინფორმაციის მართვა ყველაზე მნიშვნელოვანი. რამაც მე ვფიქრობ, ძალიან დიდ წილად განაპირობა გუშინდელი მძიმე შედეგი. საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ეს ყველაფერი მართული იქნებოდა, მინიმალური იქნებოდა. თქვენი აზრით დღეს ხელისუფლება ვერ მართავს ინფორმაციას ის რაც საზოგადოებას მიეწოდება? კი ბატონო, ნახეთ. აბსოლუტურად სწორი. მაგალითად ცენტრი უნდა შექმნილიყო. იქნება ერთი ადგილი. ეს შესაძლებელია ძალიან ქრესტომატიური რაღაცებს ვსაუბრობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ დაგვარ სიტუაციებში ყველა საზოგადოებაში არის ერთი ადგილი, სადაც თავს იყრის ინფორმაცია, ვრცელდება ოფიციალური, ამასთანავე თუ კი მედიას აინტერესებს, მედია მისი მეშვეობით სვავს კითხვებს, გადამუშავდება ინფორმაცია და მიეწოდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იყო თუ არა ეს? ჯერტი მოწოდებები სხვადასხვა თბილისის მერიდან დაწყებული. ყველაზე ხო, ალბათ ეს ხაზი უნდა გაუსვო, იმიტომ რომ ტენდენცია გასაკუთრებით რუსთავი 2-ის ეთერში ხელისუფლების წარმომადგენლები რო არ მივიდნენ, მარტო ნარმანია რო დატოვეს ეთერში, ზარ იყო სწორი თავისთავად, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები კომპეტენცია ამ ნაწილში, ყველაზე ნაკლები კომპეტენცია და შესაბამისად ყველაზე ნაკლები პასუხისმგებლობა. სწორედ ნარმანია. აი, ბატონ ლევან, ამ ქვეყანას დამეთანხმებით, რომ რა არა და უბედურებები არ აკლდა, ჩვენ ომი გავიარეთ რამდენიმე წლის წინ და ვერ ვსწავლობთ ჩვენსავე მაგალითებზე. ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ საზოგადოებაში ხო რჩება ეს მეხსიერება, რომ რაღაც ხარვეზები იყო თქვათ ომის დროს იქ ინფორმაცია. რა იყო მნიშვნელოვანი გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით და რამაც წერტილე კვანძი ბოლოს კარგად გაიხსნა უბრალოდ მართლა რა. სხვა საკითხია პოლიტიკური დანაკარგი ახლა რამდენად არის ის დრო, როდესაც ამაზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ნახეთ, გარდა იმისა, დილით როცა თათბირი ჩატარდა და მთავარი პროკურორი სპეციალურად მიიწვია პრემიერმა, იქ თვითონ მეთქვა. აქ მოვიწვიეო, მეო ამ საკითხთან დაკავშირებით. ვინიჯდნენ და ტენდენცია საით შეიძლებოდა ყოფილიყო. მობილიზება საზოგადოებისა შემდგომ მოხდა. შემდგომ იყო დაბარება, ასე ვთქვათ, ზოოპარკის დირექტორის და შემდგომ ეგრეთ წოდებული საჯარო აღიარება, რომ მე ვარ დამნაშავე და რა მოყვა ამას? ყველაზე სწორი განცხადება, რომ ეს თბილისში არ იყო ვიცე-პრემიერისა. არა, ვინმეს დაბრალება კი არა, გამოვიძიოთ. თუ გუნდი ვართ, ყველა ვართ პასუხისმგებლებიო. ხაზგასმით თქვა და ის ადამიანი მთავრობის წევრია. შემდგომ ამას მოყვა ბუნებრივია ის ასე ვთქვათ რეაქცია რაც ესეც საინტერესოა. ეს არ იწვევს დაბნეულობას საზოგადოებაში, როდესაც ვიცე-პრემიერი ამბობს, ცოტა სხვა აქცენტს სვამს, სხვები ცოტა სხვა აქცენტს. რომ შევაჯამოთ ინფორმაციის მართვასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში რა გამოდის, რომ ამ დაგვარ სიტუაციებში ხელისუფლება ბრჭყალებში გადადის კულისებში, ეგრეთ წოდებული, ესე ვთქვათ, და სხვადასხვა ფორმატი, სხვადასხვა შეხვედრები ონლაინ, ეგრეთ წოდებული პირდაპირ ეთერში არ წარმოებს. საგანგებო შემთხვევაში. სპიკერია მაგ შემთხვევაში, ძალიან შეზღუდულ შემთხვევაში პირველი პირი. მეტი არავინ. ან თქვენ მიგაჩნიათ, რომ უნდა გამოცხადებულ იყოს საგანგებო მდგომარეობა თბილისის ტერიტორიაზე. აუცილებლად ეს იყო ის გადაუდებელი აუცილებლობა, რომელმაც ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, პრობლემა არ შეუქმნა ხელისუფლებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ჯერ არ არის დამთავრებული, ასე ვთქვათ, შედეგები არ გვაქვს, ჯერ კიდე არ ვიცით რა არის სამუშაო და ერთი აუცილებლად უნდა აღვნიშნო ზოოპარკის დირექტორთან დაკავშირებით. რატომ? ნახეთ, რა თქვა ზოოპარკმა ოფიციალურ განცხადებით, ოფიციალურად რაც გავრცელდა, თქვა რომ ზოოპარკის ტერიტორიაზე, ანუ მის კომპეტენციაში რაცა არ არიან. აბა რა თქვეს საჯარო მოხელეებმა? არა, ქალაქში არ არიანო. ერთი და იგივე ეს ინფორმაცია თქვენ ჟურნალისტები ბრძანდები. ეს სხვადასხვაა და გარდა მაგისა, იმ პირობებში, როდესაც ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს აი ახლა ამ წუთებშიც კი მიდის გაწმენდითი სამუშაოები შეიძლება ესეთ მტკიცებით ფორმაში რამე ინფორმაცია ასეთი კრიზისული სიტუაცია როცა საზოგადოება ასეთი დაძაბულია შეიძლება აი ზოოპარკის ტერიტორიაზე არ არის თუ ქალაქში არის ძალიან მკაფიო უნდა იყოს განცხადებები და საზოგადოებამ ეს ყველაფერი გაიგო ჩემი აზრით არა ხელისუფლებამ გადათარგმნა ზოოპარკის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გადათარგმნა რომ ქალაქში არ არისო ამას სულ სხვა რამე თქვა აბსოლუტურად რა ეს იყო მეტი არაფერი ქალბატონ ხათუნა აი განსხვავებები აქცენტებში ხელისუფლების უმაღლეს პირებს შორის რითი ახსნით ამ ყველაფერს თქვენ არა კოორდინირებულობით თუ რაღაც პოლიტიკურ ქვედადინებებსაც ხედავთ
ხო, მანამდე ორად სიტყვით ლევანის მოსაზრებას გამოვეხმაურები. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ჩვენი ხელისუფლების კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლება იქნებოდა უფრო ნაკლებ ეფექტური, იმიტომ რომ საზოგადოების ჩართულობა არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა ბუნებრივია, არამედ თუ ასეთი მაღალი, არამედ ზოგადად ვერ იქნებოდა ჩართულობა და შედეგები, დადებით შედეგები საინტერესოა ბატონ ლევანი როდის გულისხმობს არ შეიზღუდა კონკრეტული უფლება ის არავითარ როდიდან საგანგებო მდგომარეობა როდიდან უნდა გამოცხადებულიყო პირველივე დღიდან 13-დან კი ბატონო საგანგებო მდგომარეობა და შემდგომ ამას უნდა მოყვეს აღასრულების გადაწყვეტილება მაგალითად ინფორმაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით პრეზიდენტი გამოსცემს დეკრეტს მსჯელობს პარლამენტი ეს შეაფერხებდა თუ არა მაგალითად აი რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოხალისეების ჩართულობას ამ პროცესში კიდევ ვიმეორებ ხას უსვავ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ ნიშნავს ავტომატურად რაღაც უფლებების შეზღუდვას. მას უნდა მოყვეს. ანუ საგანგებო მდგომარეობა არის საშუალება გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მაგალითად, ეგრეთ წოდებულ წყნეთის 13 ნომერთან დაკავშირებით, როდის წარმოიშვა პრობლემა? წარმოიშვა მეორე დღეს. მეორე დღეს თუ კი ასე ვთქვათ, შედეგი არ გამოვიდოდა, მაშინ მიიღებდა გადაწყვეტილებას ამ საკითხთან. ეს არის ბერკეტების უფრო კარად აღების შესაძლებლობა ხელში. ანუ ავტომატურად არაფერი არ შეიზღუდება. გასაგებია, ქალბატონ ხათუ. მესმის, მაგრამ ნებისმიერ ჩვენ ქართულ რეალობაში, როდესაც ძალაუფლებას იღებ ხელში, მე უკვე ძალიან გიჭირს მოზომო რა დოზით შეიძლება და მაგრამ პარლამენტი ყავს მაკონტროლებელი. პრეზიდენტი აცხადებს. შემდგომ ამისა დეკრეტს გამოსცემს. იდეალურ ვარიანტზე, რომლისგანაც ქართული ხელისუფლება საკმაოდ შორს არ, თუმცა ამ თემაზე ამათ შორს წაგვიყვანს. რაც შეეხება იმას, რა დადებითი ტენდენციები გამოჩნდა, მანამდე ერთი რადგან ეგუშინდელ თემაზე საუბრობდით, აქედან დავიწყებ. თქვენ უკვე აღნიშნეთ ლევანმა ვიცე-პრემიერის განცხადების თაობაზე და ზოგადად კალაძე იქცა ამ დღეების ერთ-ერთ ესეთ ხელისუფლებიდან ალბათ ყველაზე თვალსაჩინო ფიგურად და მე არ გამოვრიცხავ, რომ ამან უკვე კრიზისის ჩავლის შემდგომ ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი დაპირისპირებები გამოიწვიოს ან გააღრმავოს და ასე შემდეგ. გუშინდელი დღე იყო ამისი კიდევ ერთი კარგი ინდიკატორი, როცა მან მართლა ძალიან საინტერესო და ღირსეული განცხადება გააკეთა და შემდეგ იყო მანამდე წულუკიანმა გააკეთა, კი, მაგრამ უფრო ესეთი ემოციურად დატვირთული იყო კალაძის განცხადება და არანაკლებ საინტერესო იყო პრემიერის პასუხი ამ განცხადებაზე. მე ზუსტ პერიფრაზს ვერ მოვიყვან, მაგრამ დაახლოებით შინაარსი ასე იყო, რომ აი ნაციონალური მოძრაობის ატეხილ პანიკას და პროვოკაციას მთავრობის წევრებიო თხოვო რომ უაყვებითო, ხო? ანუ საკმაოდ მძაფრი იყო პრემიერის რეაქცია ამაზე. მაგრამ აბსოლუტურად გასაგები იყო ვიზეთ საუბრობდა. კი, და მე ვფიქრობ, რომ კალაძისთვისაც გასაგები იქნებოდა ის რეაქცია, რომელიც პრემიერის მხრიდან მან მიიღო და შეიძლება უფრო მწვავეც, ასე ვთქვათ, კულისებს მიღმა, იმიტომ რომ გასაგებია კრიზისი, მაგრამ ზოგადად პოლიტიკას ამ ქვეყანაში პოლიტიკოსები ქმნიან, თუმცა არა მარტო და ისინი კრიზისულ სიტუაციაშიც კი ბუნებრივია, რომ საკუთარ პოლიტიკურ მომავალზეც ფიქრობენ, ნუ ამაში ხა დასაძრახი არაფერი არ არის. მაგრამ ამასთან ერთად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ამას ყველა ამბობდა, იყო საზოგადოებას დასვით თქვენ კითხვა, მე მოკლედ ამაზე ვისაუბრე, ახალი თაობის გააქტიურება და შემოსვლა და პასუხისმგებლობის გზნობა, რადგან ბატონი რამაზ საუბრობდა, რისი დეფიციტით საქართველოს ყოველთვის ჰქონდა და აი ჩვენი თაობების ბოლო 25 წლიანი კატაკლიზმების სწორედ ამ პასუხისმგებლობის დეფიციტით იყო გამოწვეული და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ თაობამ სხვაგვარად გაითავისა ეს პასუხისმგებლობა და შესაბამისად გაითავისა ის, რომ ეს მათი ქალაქია და მათი სახელმწიფოა. ეხლა ეს რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ამ თაობამ თავისი წვლილი შეიტანოს სახელმწიფოს შენებაში, ასევე ეს შეიძლება იყოს უზარმაზარი რესურსი ხელისუფლებისთვის და ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, იმიტომ რომ მოდის თაობა, რომელიც მას მოდუნების საშუალებას არ მისცემს და პასუხისმგებლიანი თაობა, მაგრამ მეორეს მხრივ ეს თაობა არის ის, რომელიც შემთხვევებში ხელისუფლებისთვის რესურსი შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში ხელისუფლების წინააღმდეგაც რესურსი. ზუსტად ამისი თქმა მინდოდა, ეს არის ის ძალა, რომელიც ყველაზე მოწყვლადია, რომელიც ყველაზე ფაქიზია და რომელიც ყველაზე ნაკლებად აპატიებს ხელისუფლებას, შეცდომებს, ასევე ყველაზე რადიკალური შეიძლება იყოს თავისი ახალგაზრდობიდან და მაქსიმალიზმიდან გამომდინარე, ამიტომ ვისა თუ ვინმეს დღეს ხელისუფლების ჩარეცხვა შეუძლია, არამც და არამც ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც
მართლა ძალიან დესტრუქციულად იქცეოდა ამ დღეებში, მინდა ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ ესე იგი ვერაფრით ვერ მოინელეს, რომ ხელისუფლებამ აკრიფა ის რეიტინგი. რეაქცია ჰქონდა ეხლა ეს არ ვიცი, მაგრამ ვერ მოინელეს, რომ ხელისუფლებამ ბოლო დღეების მანძილზე აკრიფა გუშინდელი დღემდე აკრიფა ის რეიტინგი, რომელსაც მეთოდურად კარგავდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა ვეღარ იქნება ხელისუფლებისთვის პრობლემა, მაგრამ თუ ამ ახალ თაობას, რომელმაც თავისი ძალა იგრძნო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ ამ ახალ თაობას სწორი ასე ვთქვათ, მიმართულება არ მისცეს და თუ ამ ახალ თაობას ისე ელაპარაკდნენ, როგორც გუშინ დღის პირველ ნახევარში ესაუბრნენ, ამას შეიძლება რა გამოიწვიოს ქალბატონ ხალხმა? ფრაგმენტაცია ამ რაღაც ერთიანობის თუ რა რეაქცია შეიძლება კონდეს? ეს იქნება ყველაზე მძლავრი და დაუნდობელი ოპონენტი ხელისუფლების და ამავდროულად ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ხელისუფლების შიგნით შეიძლება გაჩნდნენ ცალკეული ლიდერები, რომლებსაც უფრო კარგი საკომუნიკაციო ენა ექნება და ახალგაზრდობასთან, ვიდრე აქვს დაუშვათ. თქვენ ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილმა ამ საზოგადოებასთან, რომელიც გასული იყო თბილისის ქუჩებში, დაუშვა პირველი სერიოზული შეცდომა გუშინ, როდესაც რაღაცნაირად ასოციაცია გააჩინა თითქოს ვიღაცეები ნაციონალური მოძრაობის დაძახილზე და არა მარტო ამიტომ, იცით, თავად ზოოპარკის დირექტორი რა თქმა უნდა იყო პასუხისმგებელი, მაგრამ კრიზისულ სიტუაციაში, როდესაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, მხოლოდ მის მიერ მიწოდებული ინფორმაციას დაყრდნობით ვიღაცა სხვა უნდა ყოფილიყო. მოდით ჩამოვთვალოთ, რა საშიშროებები იყო ამ დღეების განმავლობაში. ხო, დავუშვათ კრიზისის განმეორება, ან იქ რაღაცა ნაშალი მიწების წამოსვლა, იქ შენობების, ავარიული შენობების დაანგრევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი საშიშროება მოდიოდა ცხოველებისგან. აი ამ სფეროს როგორც ჩანს, ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია. მე რა თქმა უნდა შორს ვარ იმ აზრისგან, ვიღაც წერდა Facebook-ზე, ნუ ახლა ყველაფერს საზღვარი აქვს, რომ მას სუსუნდა აღრიცხული ყოლოდაო იქ ცხოველები, ხო წარმოუდგენელია ეს არ არის უშუალოდ საქმე ზოოპარკის ცხოველების აღრიცხვა მშვიდობიან მდგომარეობაში, მაგრამ ასეთ დროს ბუნებრივია კრიზისების ჯანელიძის უწყებას რაღაცა დამატებითი ზომები უნდა მიეღო, რომ იქ და რაზე მაქვს საუბარი, რომ ახალგაზრდებში გაჩნდა გარკვეულ ნაწილში ეჭვი, რომ და მე სოციალური ქსელებიდან მსჯელობ, რომ ზოოპარკის დირექტორი ბატონ ზურაბი უბრალოდ აიძულეს თუ მან ხათრი ხათრის გამო ეს მისი განცხადება, რომელიც რას შეიძლება ეს გამოიწვია, მისი განცხადება, რომ მე ვარ ყველაფერში დამნაშავე, ეს გაკეთდა პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ. ამან გააჩინა ეს ყველაფერი. კი ბატონო, ამიტომ ამბობ, საბედნიეროდ ეს არ იყო ხელისუფლების საბედისწერო შეცდომა და მათ ძალიან სწრაფად მოახდინეს ამ შეცდომაზე რეაგირება და სიტუაცია გაანეიტრალეს, როცა დაიბარეს კანცელარიაში, მიიწვიეს და იქ ძალიან ესეთი განცხადებები გაკეთდა ბატონ ზურაბის მისამართით და ამავდროულად ძალიან სწრაფად პროკურატურამ გამოაცხადა, რომ დაკითხავდა, უბრალოდ პრემიერმა გამოაცხადა, რომ დაიკითხებოდნენ კრიზისების საბჭოსა და უშროების თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი პირები და ამან სიტუაცია განეიტრალა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი სიფრთხილე, ეს არ არის ნაციონალური მოძრაობა, ეს არის ძალა და ეს არის თაობა, რომელიც შეცდომებს გაცილებით ნაკლებად აპატიებს ხელისუფლებას ვიდრე ნაციონალებს. ბატონ რამას, თქვენც დაინახეთ თელ ამ პროცესში რა ტრაგედიაც დაატყდა ქვეყანას დედაქალაქს თავს, რაღაც პოლიტიკური ბრძოლები ამ ყველაფრის ქვეშ სახელისუფლებო გუნდში. სახელისუფლებოში ნუ გაჩნდა თან რაღაც ტალღასავით იყო. დასაწყისში პირველად თითი იყო გაშვერილი ამ ესტაკადისკენ და ვერეს კალაპოტის მილში ჩაშვებისკენ, რაც გულისხმობდა უკვე ნაციონალების შეცდომას. ნაციონალების მხრიდანაც გაჩნდა საფასუხო რეაქციები, ნაბიჯები, შიშით წავიკითხეთ. ზოოპარკის დირექტორის საკითხზე კი არა, სხვა შორის კალაძის განცხადება იყო ასევე ძალიან საინტერესო აი ამ გზასთან დაკავშირებით, რომ მან თქვა, რომ გადაბრალება არ უნდა მოხდეს არავისზე, მათ შორის არც ნაციონალური მოძრაობა. ესეც რაღაც აქცენტია ალბათ. ეგ ინტონაციაც იგულისხმო, ეგ ქვეტექსტიც იგულისხმებოდა უდავ. მე მაგალითად ბატონ ზურაბზე უფრო ეგ ვიგულისხმე, იმიტომ რომ პოლიტიკური დატვირთვა მანდ იყო ამ ფრაზისა, თორე ზურაბზე არ იყო ახლა რეალურად არ აღმიქვია ზურაბის დანაშაულისკენ მოძრაობა ასე სერიოზულად, რომ ჩამეთვალა, რომ
მასზე გაჩერდებოდა რაღაც პროცესი. მაგრამ ის რაც თქვენს ბრძანეთ, რომ სპეციალისტები რახან ლაპარაკობენ ძალიან გრძელ ჯაჭვზე მიზეზებისა, რომელიც არ იწყება ნაციონალებთან. ამან ცოტა განმუხტა ეს პოლიტიკური დაძაბულობა და მე მგონი შეარბილა როგორც პრემიერის ტექსტში ნაციონალების ხსენება, მას უყვარს მოგეხსენებათ, ისე ნაციონალების მხრიდან მძაფრი რეაქციები, თორე იყო იქამდე კაკო ბოხიძემ გადაბრალება უყვარს ამ ხელისუფლებასო და ეს უკვე პოლიტიკური დაჯახების სააგავდა. თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ ეხლა როდესაც გადავალთ ძიები მიზეზების ეტაპზე არ დაიწყოს ამ რგოლში, რაც ესტაკადას უკავშირდება და ამ გადაკეთებას მოედნისას, აქ ისევ პოლიტიკური ვნებათაღელვა არ წამოვიდეს წინა პლანს. და თვითონ გუნდში, სახელისუფლებო გუნდში, თქვენი აზრით იყო რაღაც ნიშნები იმისა, რომ რაღაც ხდება ვიცე-პრემიერსა და პრემიერ-მინისტრს შორის. კახი იკალაძე საკმაოდ თავისუფალი განცხადებების ავტორი არის ოდითგან. საკმაოდ თავისუფალი ფორვარდია მეტი. ხო. როცა არქას პოლიტიკაში როგორ. მისი საფეხბურთო ამპლუა იყო დაცვა და აქ შეტევა, ნახევარ დაცვა. კაპიტანად დარჩა. კი. და ჯერჯერობით საკუთარ კარში გოლი არ გააქვს. ანუ ქართულ ოცნებაში გოლი არ გააქვს. მაგრამ ჩვენ რომ ხედავდეთ ახლა ისეთ მონოლითურ სურათს, როგორც ისეთ პირამიდას ხელისუფლებისას, როგორც იყო სააკაშვილის პირობებში, იქ ნებისმიერი ოდნავ გასვლა ზოგადი ფორმულიდან უკვე ან რევოლუციას ნიშნავდა, ან იმის დაღუპვას. აქ ვხედავთ, რომ ფაქტიურად ამ გუნდის ყველა წევრი ხშირად ლაპარაკობს. გასაგებია თქვენი აზრი, ბატონ ლევანსაც მინდა ამაზე ვკითხო, ბატონ ლევან, სულ არის ლაპარაკი საექსპერტო წრეებშიც, მათ შორის, რომ შემოდგომაზე შესაძლოა მთავრობაში იყოს ცვლილებები. გამოითქვა ვერსია, რომ შესაძლოა უსუფაშვილმა შეცვალოს მოქმედი ახლანდელი პრემიერ-მინისტრი. ამ კონტექსტში ხომ არ იკითხება ეს ყველაფერი კალაძის განცხადებები, რომელიც არ ემთხვევა ღარიბაშვილის განცხადებას. იცით, აქ ალბათ შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გამოვყოთ ცალკე, ხო? ამ გუნდთან მიმართებაში ან დღეს რაც ხდება. როგორც ჩანს, გუნდში არ არის ერთიანი ჩამოყალიბებული პოზიცია, გაცნობიერება რა არის, რა მასშტაბისაა პასუხისმგებლობა და არის თუ არა გუნდური პასუხისმგებლობა. კვლავ ასე ვთქვათ, ვიცე-პრემიერის განცხადებას გულისხმობ. არა, ამ შემთხვევაში დღეს თქვი, რატომ? იმიტომ რომ ნახეთ რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს. რა გააკეთა ამ განცხადებამდე, ვიცე-პრემიერის ამ განცხადებამდე, რომელიც ადგილზე იყო ეს ერთი და გადამეს არის წყარო. მან კარგად იცის შიგნით რა ხდება, როგორ ხდებოდა. და იმიტომ გააკეთა ეს განცხადება, ხო? რაც საჯაროთაც ჩანს. რა გააკეთა პირველ რიგში? მე არ ვამბობ, რომ ბინვეზე გადაბრალებისთვის, არამედ საკუთარი პასუხისმგებლობის, საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობის, ასე ვთქვათ, შესამსუბუქებლად. მოდი რა ქნა? პროკურატურა შემოიყვანა პოლიტიკურ ველზე. მოდი ეს, იმიტომ რომ 4 დღეში რაიმეს გამოძიება, მით უმეტეს წინასწარი კვალიფიკაცია წარმოუდგენელი და სამართლებრივი აბსოლუტური კრახით დაიწყო. ნახეთ, სამი საქმე აღიძრა. ორი ამ დროს გურიელიძის ფაქტზე ესე დავარქვათ. 116 ძალიან მძიმე მუხლებით როგორ უნდა წარმართონ გამოძიება არ ვიცით. პირველი ეს არის სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. მეორე ეს არის გულგრილობა თანამდებობრივ ისო გურიელიძის ფაქტთან დაკავშირებით. როცა იქ ვერაფერს ვერ აკონტროლებს, ქაღალდაც აღარ არსებობს საწარმო, ადამიანს ეუბნებიან შენი დაუდევრობის გამო. ძალიან მძიმე მუხლებზეა ლაპარაკი. ადამიანი გარდაიცვალა და მესამე. ეს ტაკადასთან დაკავშირებით ბატონმა რამაზ მოახსენა. საქმე აღძრეს რა მუხლით იცით? მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევა. რასაც მოყვაო ადამიანის სიკვდილიო. 2009 წელი 2015-ს დააკავშირეს. აი რანაირად უნდა გააგზავნო არ ვიცი. რა მოხდა, რატო გააკეთეს ეს? რეალურად ეს არის ეგრეთ წოდებული ფარი, რომ ანუ პასუხისმგებლობა შეიმსუბუქონ. ამიტომ შემოვიდა გამოძიება თორე. ბუნებრივია საინტერესო საკითხია. ერთ საინტერესო რომელიც ამას უშუალოდ არ უკავშირდება, მაგრამ
ამ მძიმე დღეებში მოხდა, რაც უკავშირდება კაბელების საქმეს, როდესაც პროკურატურა უკვე გირაოს ითხოვს დაკავებული ადამიანებისთვის. ეს ასე ვთქვათ, შესაფერისი დრო იქნა ნაპოვნი თქვენი აზრით, რომ გამოსავალია ბევრი ესეთი საქმე იქნება, რომელიც გარეთაც არ გამოვა, იმიტომ რომ ესეთ კრიზისულ სიტუაციებში პოლიტიკურად წამგებიანი ნაბიჯები ხშირად ასე ვთქვათ კულისებს მიღმა გადაიფარება რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ ეს ესე იქნება, მაგრამ თავარი არის რა ჩემთვის, რომ რეალურად ის რაც ვიცე-პრემიერმა გააჟღერა, არა მხოლოდ ამ საკითხთან მიმართებაში, არამედ ზოგადად, იმიტომ რომ წინ ურთულესი პერიოდი გველის, ურთულესი, მით უმეტეს, ისედაც დიდი საბიუჯეტო პრობლემების კვალობაზე მძიმე ზამთარი და 2016 წელი. არ არის ადვილი და განსაკუთრებული ნდობა და ერთიანობა სჭირდება მთავრობას. ეს ტრაგედია უკვე როგორც ეკონომიკური პრობლემა. ასე რომ ეს არის ის დრო, ის აი ოქროს შუალედის. აი ის მომენტი, რომელსაც ხელი არ უნდა გაუშვათ არავინ. არც მთავრობამ და არც ჩვენ. ჩვენი დრო ამოიწურა პრაქტიკულად, მაგრამ მე მინდა ქალბატონ ხათუნასთან და ბატონ რამასთან მოვასწრო კიდევ ერთ შეკითხვა. თავარი უშუალოდ ტრაგედიასთან დაკავშირებით, უშუალოდ ამ სტიქიასთან დაკავშირებით. თქვენ არ ახართ ამ საქმის სპეციალისტები, მაგრამ ხართ საზოგადოების წარმომადგენლები. თავარი შეკითხვა, რომელზეც დღეს არ გაქვთ პასუხი ამ სტიქიასთან დაკავშირებით რა არის? თავად შეკითხვა ამ შემთხვევაში როგორც რიგით მოქალაქეს მაქვს ის შესაძლებელი იყო თუ არა მეთანის წყნეთის მეთანის გზაზე მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ პრევენცია იმისა რაც მოხდა ეს რაც შეკითხვასაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. ბატონ რამას. ქალაქის განვითარების გეგმა რომ ყოფილიყო მოხდებოდა თუ არა ეს? მე ერთი კითხვა მექნებოდა. სხვათაშორის არა მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით. რა შეცდომა დაუშვეს? თვითონ მეთქვა რა შეცდომა დაუშვეს? ვინ? ხელისუფლება. თქვენ იმაზე ხო არ აკეთებთ აქცენტს, რომ შესაძლოა რეაგირება იყო დაგვიანება. ყველაფერს გულისხმობ. ერთი თვითონ თქვენ რა შეცდომა დაუშვეს? კაი, იმიტომ რომ დღეს გვესმის, დღეს ბიზნესმენებმაც გააკეთა მანამდე პრემიერი აკეთებდა განცხადებას, რომ ყველაფერი კარგად არის, პატარა შეცდომები, ვინც საქმეს აკეთებს. კი, რა თქმა უნდა ეს ესეა, მაგრამ და არ უარყოფ ამას, მაგრამ თვითონ დაგვანახონ. რამდენად თვითკრიტიკულები არიან, ესეც განსაკუთრებული მნიშვნელობა იქნება. როგორც ზოოპარკის დირექტორმა თქვა, რომ ჩემი ბრალი იყო რაღაცა. თუნდაც ვიცე-პრემიერმას თქვა, პასუხისმგებლობა ერთად ავიღოთ, მოუწოდა მას, მან თავის გუნდს მოუწოდა, ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობაო. გასაგებია. ეს ამ მნიშვნელობა. ლევან ალაფიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე, რამა საყვარელიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და ისევ სტიქიაზე ვისაუბრებთ რამდენიმე წუთში.